იმენა ჩაწყობილია იმენა აი სხვათა შორის ჩემი ხმარ მევასება როკი, ლოკი, ფლოკი, პოპი, სროკი, ხო, რითმები მომაგონდა, მაგრამ ეხლა ნახე, როკი. ბიჭო, როკი არ ვიცი, დიდად, აი, იმენა როკი-როკიში არ ვერკვევი, მაგრამ death metal-ს და hardcore-ებს უსმენ და black metal-ს და ამბებს. როკს ეხლა რო ვკითხულობ, ესე A$AP Rocky მახსენდება, A$AP Rocky-ზე რაკიმი მახსენდება. კარჩე, ერთი რამე დავამუღამე რა, ოღონდ აი გადაობის გარეშე. ამ სფეროში ვინც ვართ, განსაკუთრებულად აი hip-hop-ში და აი რეპი იყოს DJ-ობა. კარჩე, აი hip-hop-ში ვინც არის კამანდა, ყველას გარეკილი გვაქვს. ესეთ სათვალე მიკეთია, მაგ პრიზმით ვიყურები და რასაც ვხედავ, ყველაფერს ჰიპ-ჰოპთან და რეპთან და დიჯეობასთან და რაც ვიცი, იმასთან უკეთებ ასოციაციას. ეხლა აი როკი ხო წავიკითხე, ხო და ვიღაცა იტყვის, რომ აი როკი და აი რაღაცა იქ კლასიკური როკი და ესენი გაახსენდება რა. მე A$AP Rocky და რაღაცები მახსენდება, Top Rocky მახსენდება, breakdance მახსენდება. ხო, ვაფშე მაგარი სიტყვაა, თესლის სიტყვაა როკი რა. შენ იცი რომ ანუ breakdance მიცეკვავს ქვია b-boy რა, ანუ b-boy-ია რა, ანუ მოძრაობა, ანუ ქვია როგორი რაღაცა იცი, აი რომ ერთი ტიპი რომ მეორესთან მივა ეუბნება let's rock რა ვის როგორი rock აქვს რა შვილი ვა ჰენდამ როგორ დაემ წელს მეყოლა ჩემი პირველი შვილი საინტერესო რაღაცა ეხა 6 თვისაა კონტაქტზე გამოვიდა და რაღაცები მიდის სხვათა შორის მაშინებს ბავშვი ბაღანე მაშინებს ბიჭო beatbox ვაკეთებ და ჭედავს ისე უსწორდება beatbox-ზე და მეთქი ერთი DJ გვეყოფა მეთქი ოჯახში გეთაყვა ოღონდ მე ანუ თავიდან ერთი ოჯახი გავუკეთე და მეთქი პროსტა ის კონტაქტი გაუსწორდა არა ებაზრე რაც გინდა beatbox რო ვაკეთებ ჭედავს იარაღი საინტერესო სიტყვაა მევასება იარაღები შენ ზონასიცავი ბავშვობაში კარგად ამღზარდეს და მიმაჩვიეს რაღაცა დაშლა აწყობა სროლა გაწმენდა მოვლა ჩემთვის პირადად ანუ ხოაზე ხარ რა მამა ჩემმა დამიტოვა რაღაც ისეთი ანუ საკოლექციო ანუ სანადირო თოფი ასე ვთქვათ და მაგას იარაღს არასოდეს არ შემიხედავს იარაღს არ უყურებ იარაღის თვალსაზრისთან ეგ არის ნივთი რავი აი როგორც სახში აი რავი ყელტუჩა რო გიდებს ან რაღაცა დრელი რა ან რაღაცა და ნუ ნივთია რა ალბათ ისევ მეტყველება სიტყვა და ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მანიპულაცია ხალხზე რა ნუ დადებითი ან უარყოფითი ან ისეთი რა ხო ხდები რა ბიჭო იარაღით ან რატომ მევასება იცი ანუ ინჟინრული თვალსაზრისით მევასება რომ აი ძალიან ისეთი ნივთი როა რა აი მილიმეტრის მეასედებში რო არის ჩასმული და აი ხოაზე ხარ რა რომ იქ იმოძრაოს და რაღაც სწრაფად გადატენოს და იქ მექანიზმი და YouTube-ზე უყურებ ხოლმე რა how it's made-აზე ხარ და აი მან რომ ნახე რომ იარაღი როგორ კეთდება და ანუ ვაფშე რა გათვლებზეა საუბარი და ტყვიას რომ უფრო მეტი ძალის ისა აქვს რა per square centimeter როგორ არ ვიცი ინგლისურად უყურებ ხოლმე მაგ ვიდეოებს რა ხო და საინტერესო თემაა რა დანაკარგი საინტერესო სიტყვაა შედგენილი სიტყვა რო არის ამუღამებ დანა და კარგი რატოა დანაკარგი კარგი ან დანა რატოა ან რა შუაშია ვა ამაზე არ მიფიქრია დაბოლილები რო ბაზრობენ ხოლმე ხო იცი ფეხი რო მოგაჭრა გეტკინებაო და კიო და რანაირათო რავი მომაჭრიან მეთკინებაო და რა გეტკინებაო ფეხი თუ მოგაჭრესო აი რაღაც ეგ თემა გაიჩიტა იმენ all that do is sacrifice იმის Kanye West-ის და იმის სიმღერა Big Sean-ის სიმღერა გამახსენდა აფხაზეთის ომზე მეკითხები ბიჭო კი მაგრამ ნახე როგორ არის მე ისეთ ან მე 2 წლის ვიყავი თუ 3-ის გაიგე და მე რო იქ აი არ მიცხოვრია და ეს არ მიგძნია და რაღაცა ხოაზე ხარ ომი ვიღაცას ახსოვს დღემდე შოქშია რა დღემდე გონს ვერ მოვიდა რა იმის მერე და მე ხა არაფერი რო არ მახსოვს იგივე ემოციური ის არ მექნება რა ხოაზე ხარ კავშირი ნუ ისე მაგ მონაყოლიდან და იმიდან და ეხა სინანული და რაღაცა რო და რაღაცა იქ ხოაზე ხარ რო იცი რო რაღაც ხუთსართულიან სახლში რო იცი რო დაიბადე და იქ რაღაცა ხოაზე ხარ მარტო ჭიშკარი უფრო ძვირი იყო ვიდრე ჩემი სამოთახიანი ბაითი და ანუ ხოაზე ხარ რა ეგენი რო იცი და ჯორა ჩაწყობილია იქ დანაკარგი აქ სახლი აი რა ხდება იმენა სახლი ბიჭო ჩემთვის სახლი ის ადგილია სადაც ვინილები მიწყვია და მიქსერი მიდევს ნუ ეგ გადაობა რა თქმა უნდა დიჯეობის თვალსაზრისით მაგრამ ზოგადად ბიჭო რავი ალბათ სადაც დაიმკვიდრებ შენს კომფორტის ზონას და შენს ოჯახთან ერთად ასე ვთქვათ სადაც მოჯდები ეგაა შენი სახლი რა სახლი და ნახე როგორ მიება რომანტიკა იმენა ჩაწყობილია იმენა აი მხოლოდ იმაში რა ქვია როგორ გითხრა ჩემს
რაღაცეებში, ასე ვთქვათ რა. ბიჭო, აი რაღაცა, აი მაგალითად რაღაც რომანტიკას რაც შეეხება, აი არ ვიცი, თუ ეგრე დაარქვე, მაგრამ მაგალითად რაღაც აი ეპოქა რო გევასება რაღაცა, იქ 90-იანების ეპოქა რო გევასება რა, ეს კასეტები, ვინილები და ძველი ფილმები და რაღაც სტალონე და შვარცენეგერი და ეგეთი რაღაცები ხო რა, რო იცი რომ არ განმეორდება ეგ ეპოქა რა. და მაგ ეპოქისთვისაც რო პატარა იყავი და ისე ხომაზე ხარ რა, ისე უცბად ჩაიარა. მაგ ბავშვი კი ძალიან მაგარი საჩუქარი ვაჩუქე ჩემ ცოლს და მგონი რომანტიული იყო რა, იმიტომ რომ მეთქი აი რა ვაჩუქო ისეთი მეთქი რა, რომ აი უფრო დაგვაახლოვებს თქო და ჯოისტიკი ვაჩუქე რომ ერთად გვეთამაშა. ანუ რეალურად ხუმრობა არ იყო ნახე, ანუ თან ისეთი რაღაცაა რომ ვიცი აი ყვავილები დაჭკნება გადააგდე, რაღაცა უყიდე, რაღაც ქალებს რა უნდათ, შენ რა იცი რა უნდათ, უეჭველი ყლეობა იქნება გეტყვის, უი რა კაია და არის ხმარს და ერთი ჯოისტიკიდან მე გამომადგება მეთქი და ხოაზე ხარ რა, ხმა სხვათა შორის ჩემი ხმა არ მევასება. ხო, მე გავიგე რომ თურმე ბევრს არ ევასება თავისი ხმა რა. რომელი ხმა მიყვარს, იცი? დაღმართში რომ მოდიხარ და ქვედა სიჩქარეში რო ჩააგდებ და აი რო გელაპარაკება იმენა რა. ფიდბექი რო აი ანდენდენდენდენდენ აი რო გელაპარაკება, ეგ მევასება. რჩევა მაგარი სიტყვაა და მაგარი რაღაცა რჩევა სხვათა შორის რა. მე ის ტიპი ვარ რომ ბევრ რჩევას ვითვალისწინებ, ბევრსაც არა. არ გააჩნია ვინ გაძლევს რჩევას, ხო, აი რამდენად მნიშვნელოვანია იმ ტიპის აზრი რომელიც რაღაცას გეუბნება რა. მის გემოვნებას უნდა ვცემდე პატივს. თამაშები მიყვარს. აი ესა ჩემი ნარკატა. ან მართლა დამოკიდებული ვარ რა. კაროჩე კვირაში 3-ჯერ თუ არ დავჯექი და 1-3 საათი არ ვიყომარე რამე, რავი, რაც გინდა იყოს რა. თავიდან მეგონა რომ რაღაცაი და უშუალოდ World of Warcraft-ი მევასება თქო. მე მეთქი ალბათ სტრატეგიები მევასება თქო. არა, შუთერებიც მევასება. არა, რბოლაც მევასება, ონლაინიც მევასება, single player-იც მევასება, Skyrim-იც მევასება, Mass Effect-იც მევასება. აი ხოაზე ხარ რა და მე ბოლოს ვიფიქრე რომ ძალიან ბევრ დროს ხარჯავ მეთქი რა თუ რა ანუ ხალხი მეუნებოდა მე კი არ ვფიქრობდი რა იმიტომ რომ კამანდა მეუნებოდა აუ სუ თამაშობ და აი რამდენი დრო გაქვს მაგაში დახარჯული და ბიჭო დრო დახარჯული კი არ მაქვს დრო მოგებული მაქვს ანუ მე შევირგე ის დრო რა ანუ თქვენ იცხოვრეთ ერთი ცხოვრებით და მე ვიცხოვრე ხან Retribution Paladin-ი ვიყავი ხან Elfis Druid-ი ვიყავი ხან Orcs Warrior-ი ვიყავი მე ბევრი ცხოვრება ვიცხოვრე რა ხან Silver-ი ვიყავი ხან Bronze ხან Iron-ი ანა ესე რა სევდა просто ყველაზე მგიდი ანუ ძალიან ანუ აი რას უნდა ვიყოს სევდიანი აი რა უნდა მოხდეს რომ სევდიანი ვიყო არ ვიცი როგორი პრაგმატული ტიპი ვარ იცი მე თუ არ სევდიანი ან თუ რაღაცაზე ესეზე მე ფიქრება რომ აი სევდასთან არის ახლოს ხო ფიქრობ რატოა ეს რა იმიტომ რომ ვიცი რომ თუ ისეთი რამე გარე ფაქტორია რასაც ვერ შევცვლი მაშინ უნდა მივიღო ყველა დანარჩენ შემთხვევაში ისევ ჩემი გადასაწყვეტია ჩემი ბრალია ასე ვთქვათ რა ფიქრი სიტყვა ფიქრია და არაფერზე არ ფიქრა ცდილობ ბევრი არ ვიფიქრო. იმიტომ რომ მქონდა ადრე ეგ რა. ელემენტარულად გეტყვი, აი დაჯექი რა და უცბად რაღაცა მუზა დავარქვათ რა, უცბად რაღაც გაიჩიტა და დაწერე ტექსტი რა, ნახე დიდია პატარა, რაღაცა დაწერე რა და მე ფიქრობ, რომ ეს ამ ბიძზე კაია, იმ ბიძზე კაია, ესე დავწერო, ეს სიტყვა ესე ხო არ ჯობია, აი ეს თავში რაც არის ბოლოში ხო არ აი ეგ რო იწება, всё ჩათვალე არ დაგიწერია, ჩათვალე წაშალი დაკუჭე გადააგდე რა, იმიტომ რომ აი ეგ overthinking-ი თუ იწება, კარჩე დაგენძრა რა. ასე რომ დაიკიდე, პრაგმატული ტიპი ვარ, რა ეგრე რაღაც თუ მაგასაკეთებელი, ფიქრობ, ანუ როგორ საკითხებს განვიხილავ, იცი? აი ეხლა რაც უნდა გავაკეთო, რისთვის ვაკეთებ, რატო ვაკეთებ, ანუ მე მსიამოვნებს, საქმე სჭირდება, ვინმე მთხოვა, ანუ ხოაზე ხარ რა და აი მაგაზე ვფიქრობ, რომ აი როგორ გავაკეთო, აი მოვიშორო, თუ ისე ჩაუჯდე, ხოაზე ხარ, თავი დავასხათო, აი ეგეთი რაღაცები. სხვა შორის მოტოსპორტი, აი მოტოსტარება მაგიტომ მიყვარს ძალიან რა. მოტოს რო ატარებ რა, ანუ მილიონობით რაღაცა ინფორმაცია უნდა გაითვალისწინო რა, იქ რაღაცა რა მოტოციკლებზე ზიხარ, როგორია დაკიდების სისტემა, რაღაცა როგორია საფარი, იქ შენი საბურავები გაცვეთილი არ არის გაცვეთილი, რაღაცა 1000 ინფორმაცია, მაგრამ არაფერზე არ ფიქრობ რა. აი არაფერზე არ ფიქრობ, აი რაღაცა მანქანამ რაღაცა ყლეობა იჩალიჩა და ეხა უნდა დაგეჯახოს რა, აი მან თუ ფიქრი დაიწყე გეჯახება. ანუ უნდა იმოქმედო, არ ფიქრობ და აი ჩემი თავი იმაზე დამიჭერია, რომ მოტოს რო ვატარებ და სადმე ქალაქგარეთ რო გავდივარ, აი ვაფშე არაფერზე არ ვფიქრობ. იმაზეც არ ვფიქრობ, რომ არ ვფიქრობ. პროსტა რო ვაჩერებ მოტოს, მე ვამუღამებ. რო აი რაღაცა სრულ რაღაცა ნირვანაში ვიყავი, ბოლო საათ ნახევარი რა, გაზრდა. ჩემი ნიკნეიმის ნახევარი გაზრდა. Grow task, grow ჩადებული ის არის რა ქვია რა, პატარა მესიჯია რა მაგ სახელში რა. არა, პირიქით, მე გაზრდა ძალიან მისწორდებოდა, იმიტომ რომ სადღაც 14-15 წლის ასაკში პირველად შევეხე მძიმე წონებს რა, განტელებს, შტანგებს რა და დამამუღამე რომ მე კი ვარ 60 კილო და ის ტიპით 60 კილოა, მაგრამ ის ტიპი ჩემზე ბევრად მეწწევს, იმიტომ რომ მე 14-ის
ვარ და ის 24-ის თუ რაღაცა რა. და მე იქ ამიხსნეს რომ აი რო გაიზდები მყესები უფრო გამაგრდება და რაღაც ბაზა უნდა დაიყენო და სულ მინდოდა რომ აი 15-ის რო ვიყავი, აუ მეთქი 18-ის რო ვიქნები, ოზე ხარ რა. და აი დაჟე დაკვრა რო დავიწყე, ვიცოდი რომ რაღაცები არ ვიცი და მეთქი აუ როდის ამას მე ვისწავლი, რამდენის ვიქნები და რაღაცეები რა, ასე რომ პირიქით ასწორებს. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიტყვა ალბათ. შიშიო, ეგეც თესლი სიტყვა, აი ესა თესლი. აი ესა თესლი როშა რა. ბიჭო, მაგარი სერიოზული ტიპია შიში რა, აი განსაკუთრებით თეთრი პლუსის ძღოლი რო ჩაგიჭრის. აი ეგ ტიპი რომ მოდის, короче, ეგ არსება რომ მოდის, უნდა ეზასაო რა, სხვა შემთხვევაში დაგბრიდავს რა. თავეჭა როგორი რაღაცა იცი შიში, თან გადარჩენის ინსტინქტის პირდაპირ პროპორციულია, რომ აი ყლესავით არ გაქამდე 200-ით იქ, სადაც არ უნდა გაიარო 200-ით, გაიგე? და თან ხელს გიშლის რომ განვითარდე, რომ აი ცოტა მეტი გაზით უნდა შეხვიდე სადღაც, ან ცოტა უფრო უნდა გადაწვე, ან რაღაცა აი ცოტა ანუ კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდე და კომფორტის ზონიდან გასვლა უკვე შიშს იწვევს რა, იმიტომ რომ და ეს შენ თავს ეჭიდავები და თან მით უმეტეს თუ ფიზიკურ დონეზე არ იცი იქ რა ხდება, რა მოვლენები ხდება იქ ხოზე ხარ რა, ცენტრიდანული ძალის და გრავიტაციის და ტრექშენის შემთხვევაში რა, აი ეგ არის რა, თუ იცი რომ ეხა მეტი გაზით შევა მოსახვევში და თუ ესე სწორად დავიკავე პოზიცია და აპექსი ავიღე სწორი, არაფერი არ მოხდება, თუ თეთრი პლუსის ძღოლი არ შემხვდა რა. აი იმ შემთხვევაში შეგიძლია უფრო მარტივად, ანუ თუ რაც მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო მარტივად შეგიძლია დაძლიო ეს შიში რა. თუ რაღაცის გეშინია, ხო, გათვითცნობიერებული უნდა ქონდეს რისი გეშინია, ანუ რატო გეშინია რა. იმიტომ რომ მან როგორ არის, ცი, ზიზღი და შიში ერთმანეთის პარალელურია ხოლმე რა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცაში ეჭვი გეპარებოდეს და ის ეჭვმა დაბადოს შიში და ვითომ არ გეშინია და მე ზიზღში გადადის. ეგ სამი ტიპი ერთმანეთზე ესე პირამიდასავითაა რა, ანუ გარდამავალია რა და იმან უნდა ქონდეს საღი გააზრება რა, რაიმესი თუ გეშინია, რატო გეშინია რა. ანუ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია თუ ზიზღია. თუ აი რაღაც კიდე პირადული ან რაღაც პიროვნული ან რაღაცა რა მიუღებელი. არაფერს არ მეშინია თქო, ვერ გეტყვი რაღაცის და მეშინია, არ ვიცი, ეგრე ცხვირი წინ სანამ არ დაგიდგება, ალბათ ვერც მიხვდები. სიკეთე. სიკეთე აკეთეა, რაც უფრო კარგს გავაკეთებთ. ამას წინათ უყურე რაღაცა ფილმს და ერთი მონაკვეთი იყო, რომ ახალგაზრდა პროკურორი თუ მოსამართლე იყო დანიშნული რა და რაღაცა кейსი ქონდა და ის ტიპი ძალიან ინანიებდა თავის ჩადენილ ცოდვას თუ კრიმინალს და აიო რაღაცა ცოლშვილი მყავს ოჯახი შესანახიო და იმშიოდა და მოვიპარეო და აი გამიშვიო თუ რაღაცა და კარჩე დაინდეს რა, ანუ არ გასროკეს თუ რაღაცა და დაინდეს რაღაც მოწყალებაში სიკეთეში ჩათვალეს, რომ ეხლა კარგ რამეს ვიზავთო და მე მაგ ტიპმა აღნიშნა დალია და ვიღაცა გაიტანა და მოკლა რა და აი მაგაზე იყო აგებული ეს ფილმი, რომ იმ ტიპმა ის ტიპი ფიქრობდა მე რომ აი სიკეთე ვქენიო თუ პირიქით უნდა ჩამესვაო ციხეში ეს ტიპიო, რომ მე არ დაელია და არ გაეტანაო ის ვიღაცაო რა, რაღაც ეგეთი მოტივი ქონდა. ეკლესიაში დავდიოდი სხვათა შორის. ხაც დავდივარ, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც ადრე მაგალითად. კაი ვაიბი იყო რა, მისწორდებოდა, ანუ თან თუ სახარებას კითხულობდნენ და მე ხადაგებდნენ, ეგ მაინტერესებდა, ანუ სიმართლე გითხრა, აი ლოცვა გალობა რაღაცა ცოტა, მანდაც ცოტა პრაგმატულად უყურებდი, იმიტომ რომ თუ სიტყვები არ მესმის, რას უსმენ ზუსტად არ ვიცი, მიხვდი? ანუ ის მაინტერესებს რა აზრია რა და ის ხო ძველ ქართულად არიან რაღაცა და არ გესმის რა ეს ძველ ქართული თუ რაღაცა რა. ჩემი ნახალოკელი ბრატი ორჭიქას რო დალევს და რო ჩართავს ნახალოკ კურსი, ის არ მესმის ხოლმე ნახევარსას იძახის და ხოაზე ხარა. დავდიოდი და უკვე ქადაგება რო იწყებოდა, აი იმ მაგისთვის მივდიოდი, ეგ მაინტერესებდა, რომ იქ რაღაც განიხილავდნენ, რომ აი რაღაცა მოვლენა არის აღწერილი დაუშვათ რა, იქ სახარებაში, რომ ვიღაცამ რაღაცა ქნა ან თქვა და მაგის შესახებ, ანუ რა ხდება რა. და თან ხა რო გაითვალისწინო, როდის არის ეგ დაწერილი, მაგ ხრივ ძალიან საინტერესოა რა. ქრისტიანული კულტურა, რასაც მოიცავს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს და მევასება რა. მონასტრები და არქიტექტურა, მევასება, ბევრი რაღაც მევასება რა. ფრესკები, ქრისტიანობის საწყისი სადაც ჩაეყარა, საიდანაც განავრცეს და საიდანაც წამოვიდა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აფრიკის კონტინენტია იდეაში რა, ეთიოპია. მაგრამ რო უყურებ რა, ფრესკებს, ის დამწერლობა და ის ხალხიცა რაღაცა იქ ქართველებს და აი ჩვენ ეთნოს გავს, სომხებს, ქართველებს და ჩვენ გვანან რა. და მე გავარკვი ეგეთი რაღაცა, რომ მაგ კონტინენტზე მაგ ხალხს კიდე სხვა სახელს ეძახიან, ანუ აფრიკის კონტინენტზე არიან, მაგრამ რაღაც აზიელებს ეძახიან თუ რაღაცა რა, რაღაც ეგეთ მონჩი რა და ძალიან საინტერესოა. სხვა შორის ეთიოპიური
ის რო ნახო რა, ფონტი ჩვენსას გავს რა, ჩვენს ძველ ქართულს გავს რა. შიმშილი ნერვებს მიშლის და შიმშილი შენს ნერვებს გიშლის. სხვა ვერაფერი ვერ გამახსენდება. ლეგენდარულია, ძალიან მაგარია. დაჟე ჯეორებზე მახსოვს ეგეთი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან პატარა ვარ რა, 10 წლის ვარ ალბათ რა და კასეტაზე უსმენ ჯეორებს. რაღაცა ეგეთ სიმღერას უსმენდი რა. მანქანაში ვინც იჯდა ეს ხალხი რა, მამა ჩემი იყო, რამოდენიმე მისი ძმაკაცი კიდე ყოველს ხარ და აუ გამორთეო რა ვიღაცამ რა არისო რა. მეთქი მაგარი რამეა თქო რა და რა არის მაგრამ მოусმინე მეთქი რა. ძალიან პატარა ვარ 10 წლის ვარ და ვატრაკებ რომ მოусმინეთ მეთქი ძალიან მაგარია თქო და რაღაცას უსმენენ ერთი აი სიმღერის შუიდან დაიწყეს მოსმენა. შემდეგი ჩაირთო რაღაცა აი ბედინას პონტი ჩაირთო რაღაცა აი მონანიება და დგება ჯერის ხვისიც და რაღაცაები და ტიპები ფაიზახს ბაზრობენ რა. და გავაგზავნეთ გზა რა. 10 წლის ბავშვმა მოვაგვარე რომ მეთქი თუ მოусმენ ფაიზახს ბაზრობენ მეთქი. სიზმარი. სხვათა შორის სიზმარი თესლი ტიპია. წიგნში წავიკითხე არ მახსოვს ფსიქოლოგიის შესახებ იყო რაღაცა წიგნი და იქ ეწერა რომ ეგეთი ვარჯიშია რა, რომ გაგვიძებისთანავე ან მაგვიძარა უნდა დააყენო და გაგვიძებისთანავე უნდა ჩაიწერო სიზმარი. და ყოველდღე მაგას რო შვები, უფრო მეტი და მეტი და მეტი სიზმარი გახსოვს. და რო არ მოგატყუო ერთი კვირა ვიჩალიჩე ეგ ხადაობისთვის და მართლა 15 სერიანს სიზმრებს ხედავდი. ანუ ოღონდ მართლა ანუ აი ძალიან ბევრ სიზმარს ხედავდი. სიზმარს ხო იწერ და ანუ Twins აქ ეგეთი ფუნქცია რა, რო იღვიძებ random access memory-ვით არის რა, RAM-ივით არის ის იშლება რა. აქ შენ აიძულებ Twins რომ ის გაიმეორო თუ რაღაცა და მე მეტი და მეტი გახსოვს და პლუს მაგას იყო ეგეთი ვარჯიში რომ მანდაც მაღვიძარის პონტი უნდა დააყენო და დღეში 10 ჯერ დარეკავს და უნდა იკითხო აქ როგორ მოვხდი. აი რაღაცა მეტროთი მოვედი, ვარჯიშიდან გამოვედი სამსახურიდან მაგას პასუხობ და მე სიზმარშიც ანუ ეგ ჩვეუში გადადის და სიზმარშიც შეიძლება შენ თავს კითხო აქ როგორ მოვხდი და დავიძინე და სიზმარში ვარ და სიზმარში ვარ და მე შეგიძლია რავი ჯიბის ბილიარდი ითამაშო რაღაც სიღრმე სიღრმეზე ნაუტილუსი გამახსენე სიღრმეებში შევდივარ ჩემს პროფესიასაც ეხება რა აი მაგალითად თუ ვუკრავ პროსტა მუსიკას აღარ ვუკრავ ანუ იმ სიღრმეზე შევდივარ მაგ საკითხში რომ საერთოდ კოლექტიური ცნობიერი მაინტერესებს ახლა იმ კომანდის ვინც მე მისმენს მასეთ საკითხებში სიღრმეებში შევდივარ მოსწავლე რომ ყავს და ვავარჯიშებ მაგალითად მუსიკის დაკვრა მინდა რომ ეკითხებიან აი დიჯეობა მინდა ვისწავლო მუსიკა უნდა დავუკრათ რაღაცა სიღრმისეულ კითხებს უსმენ რომ აი რა გინდა ანუ გულაობა გინდა მუსიკა გინდა აი რას გულისხმობ აი რა გინდა რა და მე იქიდან გამომდინარე რა უნდა იმაზე მუშაობთ რა